ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და რუსეთი გმობენ ძალადობას ყირგიზეთში, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას დროებითი მთავრობის მეთაურის როზა ოტუნბაევას არაოფიციალურ და ოფიციალურ მოთხოვნაზე დამხმარე ჯარების ყირგიზეთში შეყვანის შესახებ არ უპასუხია. მოსკოვში უზბეკური სათვისტომოს წარმომადგენელი სერზად რაჰმანოვი უცხოური ძალების დახმარებას აუცილებლად მიიჩნევს. უპირველესად საჭიროა სამშვიდობო კორიდორის გაკეთება, არა მხოლოდ საზღვრის გახსნა, მაგრამ რაღაც ძალების დახმარება, რომლებიც იმ ხალხს, ვინც ალყა შემორტყმულ სახლებშია ჩარჩენილი, უზბეკეთის საზღვარს გადააკვეთინებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ყირგიზეთამდე აღწევს, მაგრამ წყალი და საკვები მაინც საკმარისი რაოდენობით არ არის, რადგან ბევრი მაღაზია გაიქურდა. ბევრი უზბეკი საკუთარი სიცოცხლის საფრთხის გამო სარდაფებში რჩება. უზბეკეთმა 100,000-ზე მეტი დევნილი მიიღო, უკანასკნელი ინფორმაციით კიდევ 1000-ობით მათგანი ნეიტრალურ ზონაშია გაჭედილი. გალინა ერთ-ერთი დევნილთაგანია. მთელი ქალაქი პანიკაშია. თქვენი თვალით ხედავთ, ყველას შვილი ყავს. დაღუპულთა რიცხვი გაურკვეველია. ოფიციალური ინფორმაციით შეტაკებების შედეგად 124-დან 200 ადამიანამდეა გარდაცვლილი, მაგრამ არავინ იცის, რამდენი გვამია უპატრონო დარჩენილი ქუჩაში, ვისი დაკრძალვაც ნათესავებმა და ახლობლებმა ვერ შეძლეს. ამას გარდაცვლილთა არაოფიციალურ მონაცემებამდე, კერძოდ კი 1000-მდე მივყავართ. ძალადობა 11 ივნისს დაიწყო, მიზეზი ცნობილი არ არის, ვერსია სხვადასხვა. ტაქსის მომსახურების გადაუხდელობიდან, ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული ჩხუბიდან, პრეზიდენტ ბაკიევის მიერ მოწყობილ პროვოკაციამდე. თავად ბაკიევი, რომელიც ამჟამად თავს ბელორუსს აფარებს, არეულობასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. ორუნბაი სულეიმანოვი, ეროვნებით ყირგიზია, რომელიც ქალაქ ოშის ეთნიკურად მრავალფეროვან ანოშინის რეგიონში სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს. ყველა უზბეკს ვეუბნები, რომ საშიში არაფერია. მივცეთ მათ მშვიდად ცხოვრების უფლება, არავინ აპირებს ვინმეს შეურაცხყოფა მიეყენოს ან ცუდი რამ უთხრას. მაგრამ სპონტანური სროლა ნიშნავს, რომ ხალხს საფრთხე ემუქრება, სისხლი დაიღვარა, ხალხი გამოაძევეს და შემდეგ მათ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს. არსებობს თუ არა უკან დასაბრუნებელი გზა, გაურკვეველია. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.